მოქმედებანი ხარისხზე. ახლა გაჩვენებთ 20 მარტივ სავარჯიშოს, რომლებიც პირად უნდა ვიცოდეთ და მათი ამოხსნა შეგვეძლოს. პირველ რიგში მარტო პირობებს გაჩვენებთ, დააპაუზეთ, მეუწერეთ პასუხები და რაც გაგიჭირდებათ, მე შეამოწმეთ და რაც გაგიჭირდებათ, ისინი ისწავლეთ დაწვრილებით, გამეორებით უყურეთ. ეს პირველი 9 გადაწერეთ, დააპაუზეთ, შემდეგ მეუწერეთ პასუხები და რაც შეცდომით გექნებათ, ისინი გამოყვანით, ისწავლეთ, გამოიყვან აქვე. აი მომდევნო უკვე ეს 10 ხარისხი, ერთი მე შეფარილვასთან უდრის, ახარისხა და 3 წერტილი. თქვენ დაუსვით ასმაგივრად. დანარჩენსაც რა უნდა იყოს საჭირო დაუსვით. და ბოლო 5 ხარისხად 0, 0 ხარისხად 5 და ასე შემდეგ ეს 22. ნამრავლი რომ ავახარისხოთ საჭიროა. ჯერ პირველი აიყვანოთ მოცემულ ხარისხი, მერე მეორე. ზოგი წერს ასე a b კვადრატი. არა, აცაყვას კვადრატში b-ს. a კვადრატ b კვადრატი. მერე მესამე abc კვადრატში a კვადრატი b კვადრატი c კვადრატი თითოეული აყვას მოცემულ ხარისხს. შემდეგ 2x კვადრატი 2-ის კვადრატი 4x კვადრატი. ახლა გავამრავლოთ b-ზე ხარისხად n. ახარისხად n გავამრავლოთ b ხარისხად n-ზე. abc ხარისხად n. ახარისხად n, b ხარისხად n, c ხარისხად n. შემდეგ ახარისხად 4 გავყოთ აკუბზე. იქნება ახარისხად 4-ს გამოვაკლოთ 3. აი ეს რო წარმოვიდგინოთ წილადის ხაზი, ახარისხად 4 გავყოთ ახარისხად 3-ზე, იქნება ახარისხად 4 არის 4 ასნამრავლი აკუბი 3 ასნამრავლი და შეიკვეცება და დაგვრჩება ახარისხად 4-ს მინუს 3 ახარისხად 1 და ეს არის a. ახარისხად m გავყოთ ახარისხად n-ზე. ახარისხად m-ს მინუს n. a შეფარდებასთან კვადრატში a კვადრატი b შეფარდებული b კვადრატთან. შემდეგ a შეფარდებული b-სთან ხარისხად n. წილადი რომ ავახარისხოთ a ხარისხად n b ხარისხად n-თან. მრიცხველი და მნიშვნელიც უნდა ავახარისხოთ. ერთი გავყოთ a-ზე, ეს არის a ხარისხად მინუს 1. ერთი გავყოთ a კვადრატზე, a ხარისხად მინუს 2. ერთი გავყოთ a ხარისხად n-ზე, a ხარისხად მინუს n. a კვადრატი გავამრავლოთ აკუბზე, a კვადრატია a გავამრავლოთ a-ზე 2 ასნამრავლი, a გავამრავლოთ a-ზე გავამრავლოთ a-ზე 3 ასულ 2 და 3 5. a ხარისხად 2-ა და 2-ს ემატება 3. უდრის a ხარისხად 5-ს. ტოლფუძიანი ხარისხები რომ გავამრავლოთ, ფუძე გადაგვაქვს უცვლელი და მაჩვენებლებს ვკრიბავთ. იგივე ფუძე გადადის უცვლელი და მაჩვენებლები იკრიბება. შემდეგ a კვადრატი კუბში ხარისხი რომ ავახარისხოთ, ფუძე უცვლელი, მაჩვენებლები მრავლდება. ხარისხად 2 გავამრავლოთ 3-ზე.
უდრის ახარისხად 6. ანუ აქ იგივეა რაც ახარისხად m ხარისხად n. ეს არის ახარისხად mn. თოლ ხარისხი რომ ავახარისხოთ ფუძე გადადის უცვლელი მაჩვენებლები მრავლდება. აკუბი რას ნიშნავს ეს? თქვით აგავამრავლოთ a-ზე, გავამრავლოთ a-ზე 3-ას ნამრავლი. ახარისხად n ნიშნავს 1-ია, 2-ია, 3-ია, 4-ია და ასე შემდეგ n-ა. აი ეს არის n რაოდენობა n. და აქ დაბლა აკუბი ეს აღარ მინდა ხელი არ შეგუშალოს. აკუბი დამატებული a კვადრატი. აქ იბნევიან დაუშვათ აღორი უწერას 2 აკუბს დავუმატოთ a კვადრატი რიცხვებს კრიბავენ. არა, როცა აქაც და აქაც ერთდაიგივე მაჩვენებელია, მაშინ კრიბავთ. აქ ვერ შევკრიბავთ. ეხლა ამის მაინც და მაინც გამარტივება თუ გინდა, ფრჩხილებს გარეთ გაიტანო საერთო a კვადრატი. და აქ უკვე ფრჩხილებში უჭირთ რა დაწერონ. და მარტო 100 წერენ. a კვადრატი ხო გავიდა. ფრჩხილებ გარეთ რომ გავიდა, ნიშნავს რომ უნდა გავყოთ გატანილზე. აკუბი გავყოთ a კვადრატზე a. a კვადრატი ეს a კვადრატი გავყოთ ამ a კვადრატზე 1 პლუს 1. ფრჩხილებს გარეთ გატანის დროს აქ 2 წევრია, ფრჩხილებშიც 2 წევრი უნდა მივყოთ, 1 არ უნდა გავაკოთ. გადავამოწმოთ მარჯვენა მხარიდან მარცხენა მივიღოთ. a კვადრატი გავამრავლოთ a-ზე, აკუბი a კვადრატი 1-ზე a კვადრატი. 5 ხარისხად 0 1. 0 ხარისხად 0 უდრის 0 გავამრავლოთ 0-ზე გავამრავლოთ 0-ზე გავამრავლოთ 5 ჯერ კი არა მილიონჯერ რომ გავამრავლოთ ისევ 0-ია. -5 ხარისხად 0 ისევ 1. ახარისხად 0 წერთ ეს არის 1 როცა a არ უდრის 0-ს. ესე იგი 100 მაგივრად რაც გინდა ჩავსვათ აი ამის გარდა არის 1. მაგრამ თუ ანულია 0 ხარისხად 0 არ არის ცარიელი სიმრავლე. ხლა ვინც ჩამოწერა შევადაროთ ზეღან ცალკე რო ჩამოწერეთ ეხლა პასუხები შევადაროთ რომელიც დაუშვათ არ გაქვთ სწორედ აღნიშნეთ წინ მინუსი დაუსვით თუ სწორი არ არის თქვენის და მერე მესვადექით და მინუსიანი ხელახლა ჩამოწერეთ და შეადარეთ ეს შესაბამისი წესები რაც თქვი გაიზეპირეთ კიდევ შეადარეთ რა ახლა ერთი და იგივე რამდენიც გინდა იზეპირო ვერ დაიმახსოვრებ თუ მათი საშუალებით მათ მსგავს ბევრს ძალიან ბევრ სავარჯიშოს არ ამოხსნით. მოგეგაგაცანით 240 წესზე მეტი წესების წიგნიდან შედგენილია ყველა სხვადასხვა ძველი წიგნებიდან ყველა წესი ძალიან ბევრი წესი მათემატიკის და აი ამ წესებს გაცნობთ აქედან და შესაბამის სავარჯიშოებს ფორმულებს შევისწავლით გამოცდაზე დიდ დახმარებას გაგიწევთ. ვეცდები ყველა წესი რაც კი არსებობს მათემატიკაში ძირითადად რისი გამოყენებაც შეიძლება
დასჭირდებათ აბიტურიენტებს და არა მარტო აბიტურიენტებს, რომელიც ესეც და ფორმულის ჩავწერო. კი, ძალიან ბევრი ეთხოვს სხვადასხვა საკითხებს, მაგრამ ზოგი ჩაწერილი მაქვს და განმეორებით არ მინდა.